გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. დღეს ქართულმა ოცნებამ უარი-თქვა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ეხსენებინა რუსეთის მიმართ სანქციების დაკისრების აუცილებლობა. სიტყვა სანქცია გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ პარლამენტმა ერთობლივი რეზოლუციის მიღება ვერ მოახერხა. ნაციონალურმა მოძრაობამ შერბირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. სანამ უმრავლესობა და უმცირესობა ამ სიტყვის ტექსტში ჩადებაზე კამათობდნენ, ევროკავშირი სწორედ სანქციებზე მსჯელობდა, ხოლო შეერთებული შტატების ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა ფინანსური და სავიზო სანქციები რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკრაინის ოკუპაციაში იღებდნენ მონაწილეობას. რუსეთის ინტერვენციის შეჩერება, მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პუტინის იძულება უკან დაიხიოს. ეს იმ ამოცანათა ჩამონათვალია, რაც თავისუფალ სამყაროს და მისი ლიდერის შეერთებული შტატების წინაშე დგას. რამდენად შეძლებს ამ ამოცანების შესრულებას ობამას ადმინისტრაცია, მხოლოდ ეკონომიკური და სავიზო სანქციების მეშვეობით და რამდენად ადეკვატურია ზოგადად დასავლეთის რეაქცია. ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ თეორემას პირველ ნაწილში. მანამ სანამ სოფლიო უკრაინაზე შფოთავს, ადგილობრივი ინტერნეტ ციფრზე აღშფოთებამ წალეკა. გაკიცხვის ობიექტი მსახიობი თინა მახარაძეა, რომელმაც მძიმე კაცთან საუბრისას თქვა, რომ მისთვის ორალური სექსი მოსულა. რამდენად მისაღებია სექსზე საჯაროდ საუბარი. თუ არა, მაშინ რატომ იძენს ასეთ ფართო რეზონანს სექსზე ნათქვამი რამდენიმე სიტყვა? ვისაც არ მოსწონს, რატომ ვერ ახერხებს იგნორირებას? რატომ მოყვება აგრესია განსხვავებული ფასეულობების და ცხოვრების წესის საჯარო დემონსტრირებას? რატომ არ იწვევს მსგავს რეაქციას რუსეთის მიერ გაბმული მავთულხლართები? შიმშილით ბავშვის სიკვდილი. განცხადება, რომ პუტინი ბრძენია, ანაც ის, რომ მთავრობის უმოქმედობის გამო ოშკი ინგრევა. თუ ასეთი თავშეუკავებელი რეაქცია ჩვენი ეროვნული ტემპერამენტის ბრალია, რატომ არის ეს სიმძაფრე ასეთი შერჩევითი? გადაცემის მეორე ნაწილში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით. მოვისმენთ ხალხის ხმასაც, დაგველოდეთ ცოტა ხანში სტუმრებს წარმოგიდგენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თეორემას პირველი ნაწილის თემა ისევ უკრაინაა, როგორც ჩანს, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი ტაბულას ეთერში. ამჯერად შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას, რამდენად საკმარისია სავიზო და ეკონომიკური სანქციები პუტინის შესაჩერებლად და ამასთან ვიმსჯელებთ იმაზეც, რა გამოწვევების წინ დგას ახლა უკრაინა. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, თეორემას პირველი ნაწილის სტუმრებს, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, ორგანიზაცია ივერიას დამფუძნებელი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბატონი კახა ბენდუქიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი და ბატონი დავით სიხარულიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში და ამჯერად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი. დიდი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის. მეც ვიყავ მინისტრის ხოლმე. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და რეფორმების კოორდინაციის ყოფილი მინისტრი კი ესე არის ნამდვილად. ის მოიხსენიებენ ხოლმე ზოგადად, თუ წერენ ამას დასავლურ მედიაში დაკვირვებული ვარ, მაგრამ თქვენ უბრალოდ ყოველთვის ხაზგასმით თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლად წარმოგვიდგებით ხოლმე. პირველი უახლესი ამბით დავიწყებ. ბატონ დავით, თქვენ შეგეკითხებით, როგორ შეაფასებდით იმას, რაც მოხდა პარლამენტში? იცით, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა რეზოლუციაში, იგულისხმებოდა, რომ ერთობლივი რეზოლუცია უნდა მიეღო ქართულ ოცნებას უკრაინასთან დაკავშირებით და ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას. წინა შემთხვევაში ეს ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მართლაც მივიღეთ პირველად უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. ამჯერად ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, ქართული ოცნებას არაფრის დიდებით არ უნდა ტექსტში ეხსენებინა სიტყვა სანქციები და სხვა შემთხვევას, სხვა ვარიანტს ნაციონალური მოძრაობა არ დათანხმდა. რატომ დაფრთხნენ სიტყვა სანქციებზე თქვენი აზრით? მე ძალიან ესე ახლოს ამ პერიპეტიებისთვის არ დავკვირვები ვარ.
პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს სიტყვა სანქციები არაფერი სახიფათო არ არის და ალბათ ჩემის აზრით მე ვესვე ვფიქრობ, რომ ეს სანქციების სიტყვა უნდა ყოფილიყო ამ რეზოლუციაში, თუმცა ეს ტექსტი, რომელიც მე ვნახე, რომელიც საბოლოოდ იყო მიღებული თავისთავად ბევრ პოზიტიურ ნაწილსაც შეიცავს, მაგრამ ამ თავარი ის არის, რომ ესე დროს, როდესაც ესეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდეს ერთიანობა საქართველოში და ყველა, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი, ეს არის ყველანაირ პარტიულ დავებს მიღმა. ესეთი უნდა იყოს და ყველანაირ პარტიულ დავებს მიღმა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სწორედ აი ერთიანი პოზიცია დაფიქსირებულიყო ამ შემთხვევაში. ბატონო გია, თქვენ რამდენად თქვათ ამართლებთ იმას, რომ აი ამ ერთი სიტყვის გამო ვერ შედგა თანხმობა და თვლით თუ არა, რომ ეს სიტყვა უნდა ყოფილიყო რეზოლუციაში? ჩემი აზრით ეს სიტყვა უნდა ყოფილიყო აუცილებლად და გული მწყდება, რომ ორმა ფრაქციამ პარლამენტში ვერ მოილაპარაკა, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, საფრთხეს უქმნის საქართველოს. თუ პუტინი არ გააჩერეს იქ, სადაც ის დღეს იმყოფება, მაშინ არც რეზოლუცია გვიშველის და არც არაფერი. ხა მოდი რეალურად შევხედოთ სიმართლეს თვალებში, არა ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, ვარ კერძო მოქალაქე და მაქვს ამის სასიამოვნო საშუალება ვთქვა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი არის, როგორ შეიძლება 28 თებერვლიდან დასავლური ინსტიტუციები იკრიბებოდნენ და დღემდე არ იყოს გადაწყვეტილება იმაზე, როგორ უნდა უპასუხონ პუტინის ღია აგრესიას. 1980 წლის ოლიმპიადა მოყვავდა ყოველთვის მაგალითად, როდესაც ჩვენი სპორტსმენების წასვლა არ წასვლას ველაპარაკობთ, ხო? და რატო გავიწყდება 1979 წელი, როდესაც შეერთებული შტატების ყველაზე პაციფისტი პრეზიდენტი იყო ამ ქვეყნის სათავეში და ერთ წამში მიიღეს გადაწყვეტილება იმაზე, ჩამოვთვლი. გაიყინა ყველა კერძო და სახელმწიფო ანგარიშები, შეჩერდა აეროფლოტის ყველა რეისი დასავლეთში, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მიმართულებით. შეერთებული შტატების წარმომადგენლები იმ წუთასვე ჩაფრინდნენ ვენაში, ოპეკში და გაზის მწარმოებელ არაბულ ქვეყნებში და დაიწყეს მოლაპარაკება იმაზე, რომ ჩანაცვლებული იყო რუსული ნავთობი და რუსული გაზი, რამაც ნავთობის ფასი ბარელზე ჩამოიყვანა $9-მდე, ასე რომ საბჭოთა კავშირი განწირული იყო. დღეს თუ პუტინი ამ სიგნალებს არ მიიღებს, ჩვენ აფხაზური სცენარი უკვე გავლილი გვაქვს. თუ მაძლევთ საშუალებას და კოლეგებთან არ უნდა გადავიდეთ, რამდენიმე თარიღს მოვიყვან. კი ბატონო. 2 მარტს ხელი მოეწერა ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ყირიმის ხელი მოაწერა თავდაცვის სამინისტროს შექმნაზე. 3 დღით ადრე უკვე შეიქმნა ყირიმის თავდაცვის ძალები, სადაც 11,000 სამხედრო არის გაერთიანებული. კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ რეფერენდუმი ჯერ 25 მაისს იყო დანიშნული, როდესაც მთელ უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მოსკოვის ინსტრუქციების შესაბამისად ეს გადმოიტანეს 30 მარტს და 30 მარტიდან გადმოიტანეს 16 მარტს, იმიტომ რომ სასწრაფოდ ბჭყალებში ჭირდებათ ხალხის მანდატი. აფხაზეთი ყირიმში უკვე შექმნილი არის. და თუ დასავლეთმა ესე გააგრძელა, მაშინ ჩვენ უყურებთ 10 წელზე გაწევილ მოლაპარაკებებს იმაზე, რა უნდა ვქნათ ყირიმში. აი, ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა დენიელ ფატას კომენტარები. დენიელ ფატა არის თქვენ იცით, მაყურებელს ვეთქვი, რომ assistant secretary of state. თავდაცვის ყოფილი დივნის ბატონ გეიცის თანაშემწის მოადგილე, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უშუალოდ კურირებდა აგვისტოს ომის პერიოდში აი ამ თემას და ის იხსენებს, ადარებს უკრაინას და საქართველოს ერთმანეთს. პრინციპში ერთ-ერთში იმეორებს იმას, რასაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ამბობდა ომთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ რუსეთის მიზანი არ ყოფილა ან სინხინვალის რეგიონის დაკავება, ან აფხაზეთის დაკავება, რუსეთის მიზანი იყო თბილისის დამორჩილება და რეჟიმის შეცვლა, რომ ომი იმ დროს დაიწყო, როდესაც პასუხისთვის მზად არც შეერთებული შტატები და არც ევროპა არ იყვნენ, ერთიანი გზავნილი მათ არ ჰქონდათ, ამასთან დაკავშირებით იმდენად მოულოდნელი იყო დედაქალაქებში არ იმყოფებოდნენ რეალურად ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ზაფხულის ცხელი დღეები იყო და
მიუთითებს რა ამოცანები დგას დღეს თქვა თავისუფალი სამყაროს ლიდერის ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე. ერთი რაღაცა არასოდეს არ მეთქვია ეს და ჩვენ საერთოდ ჩვენ მთავრობას ჰქონდა პოზიცია და მაპატია თავისუფალი მოქალაქე ვარ და შემიძლია ამის თქმა. ჩვენ არასოდეს WikiLeaks-ში გასულ ტელეგრამებს არ ვადასტურებდით. და 1 აგვისტოს გასულ ტელეგრამას დილის 6 საათზე, სადაც ჩემი და ბატონ ჯოვრთავის ლაპარაკი არის აღწერილი, მე ამას აბსოლუტურად ვადასტურებ. 1 აგვისტოს მე ვიყავი ცხინვალის რეგიონში, სადაც იყო full out war. იყო აი სრული ომი, როდესაც სეპარატისტებს ეყენათ ცხინვალის შუაგულში артиლერია და ურტყავდნენ ქართულ სოფლებს და სოფელი ნული მაგალითად უკვე იყო პირწმინდად დაბომბილი. და მე რო დავბრუნდი, დაურეკე და იცოდა რომ მე იქ ვიყავი, დამერეკა და მე პატიოსნად მოუყევი ყველაფერი რა ხდებოდა. ამიტომ მე ამას აბსოლუტურად ვადასტურებ. ყირიმისგან განსხვავება, ჩვენ ხო ეხლა ყირიმს ვადარებთ არა მუდმივად ქართულ ოკუპირებულ რეგიონებს. განსხვავება ის არის, რომ პუტინს ყირიმში არ ყავდა შეიარაღებული ადგილობრივი ბანდერლოგები. ნუ ისე გამოვიდა, რომ უკრაინის კიევის იურისდიქცია ყირიმზე ყოველთვის ვრცელდებოდა, მან ვერ მოახერხა აქ შეიარაღებული ჯარების შექმნა, ამიტომ ეს გადაიტანეს პოსტფაქტუმ. ჯერ იქ შეიარაღებული ძალები შექმნეს ჩვენთან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და შემდეგ მოხდა ამის იურიდიული გაფორმება. ყირიმში გამოვიდა უგუღმა ჯერ ეხლა როგორც უკრაინაში და რუსეთში ეძახიან ზილიონეი ჩელევიჩკი ვისეძილის в Крым გადასხდნენ მწვანე კაცუნები გადასხდნენ ყირიმში მოახდინეს პარლამენტის უზურპირება დანიშნეს თავისი პრემიერ-მინისტრი მიიღეს დადგენილება იმაზე რომ აირჩიეს პრემიერ-მინისტრი სრულიად უკანონოდ და ამის შემდეგ უკვე გამოაცხადეს 16 მარტს რეფერენდუმი, რის შემდეგაც პუტინს და რუსეთს ეძლევა ლეგიტიმური წყალებში საშუალება დასავლეთ უთხრას. ჩვენ ნუ გველაპარაკებით, კიევი ელაპარაკოს ყირიმის ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის. და ბოლოს კიდევ ერთ რაღაცას მინდა ხაზი გაუსვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. როდესაც ჩვენ ამ ყირიმზე ვლაპარაკობთ და როდესაც ვიხსენებთ პუტინის პრესკონფერენციას და შემდეგ ჩურკინს, რომელსაც ოფრიან ხელში იანუკოვიჩის ხელმოწერილი წერილი ეწერა რუსეთის ჯარების შეყვანაზე, ჯერ ამას დააკვირდით. პუტინი იძახის, რომ რუსული ჯარები იქ არ არის და მისი გაეროში წარმომადგენელი იძახის, რომ თუ ეს ჯარები იქ არიან, ისინი ლეგიტიმურად იმყოფებიან, იმიტომ რომ მოქმედმა კონსტიტუციურმა პრეზიდენტმა მოითხოვა ამისი. ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის კონსტიტუციით არავის არ აქვს უფლება ამისთანა გადაწყვეტილების მიღების გარდა რადასი. კი, ამისი დამადასტურებელი უამრავი მასალა არსებობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კიდეც 10 ტყუილი, რასაც ვთქვათ, პუტინის ხელისუფლება იძახის კიევთან მიმართებით პრინციპში. და რო გავაგრძელოთ ჩემს მიერ დაწყებული, სამი ამოცანა დგას ამერიკის შეერთებული შტატების და დემოკრატიული სამყაროს წინაშე. ერთი რომ შეაჩეროს პუტინის აგრესია გავრცელებისგან, მეორე რომ რაღაცნაირად უზრუნველყოს მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოება და დაარწმუნოს ისინი ვთქვათ რომ ამ დემოკრატიული სამყარო ამ შემთხვევაში მათ გვერდში დგას და მესამე არის რომ ვთქვათ უზრუნველყოს პუტინის უკან დახევა, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკან დახევა. საქართველოში პრინციპში პირველი ორი მიზანი განხორციელდა, მაგრამ მათი უკან დახევა ვერ მოხერხდა. ბატონ კახა, რამდენად საკმარისად მიგაჩნიათ თქვენ ფინანსური და სავიზო სანქციები იმისთვის, რომ პუტინი აიძულონ და პუტინის ხელისუფლება აიძულონ უკან დაიხიოს. რამდენად მოწყვლადია რუსეთი დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების მიმართ? ეს დამოკიდებულია სანქციების სიღრმეზე. თუ დასავლეთმა გაიმეორა ეს 80 წლის მანევრი, ანუ ყველა აუარი გაყინა რუსეთის ყველა ფული რაც რუსეთს გააჩნია, რუსეთის ცენტრალურ ბანკს, რუსეთის მთავრობას გააჩნია ცენტრალურ ბანკის გავლით. დასავლეთში ყველა ეს გაყინა. თუ მან ოპეკის მეშვეობით გაზარდა წარმოება ისე რომ რუსეთის ნავთობის ნაკლული არ იყოს ტკივნეული და მათ შორის ამ ერთი გზა არის ამისათვის რომ სანქციები მოეხსნას ირანს. ირანის სანქციების მოხსნა კლიენტთა ნაწილობრივ და საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების გაზს და იდეაში აბალანსებენ იმ ნავთობს, რომელიც რუსეთიდან გადის ევროპაში და ნაწილობრივ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. მაშინ ცხადია რუსეთი აღმოჩნდება ეკონომიკური კატასტროფის წინაშე. რა დარტყმას მიიღებს ამით დასავლეთი? ვთქვათ, იგივე ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანეთში ვთქვათ გაჟონილი ინფორმაცია იყო, რომ ICT-ს
არ უნდათ რომ შეეხონ არა, ეს ახლა მე ვქვი ესეთ სიამტკბილობით რო არ ჩაივლის გასაგებია, როგორ ეცით რომ ახლა კბილი ტკივა დაჩერქებული ყავს და ამოიღო და ამოღების მომენტში შენ კბილს იშორებ, მაგრამ ნუ ტკივილს განიცდი ცხადია. ანუ ეს კომფორტაბელური არ იქნება დასავლეთის ცხადია, გასაგებია, ამიტომ რატომ ითრევენ ფეხს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ გაიყენება ბევრი პროექტი, რომელიღაც საწარმოები, რომელიც მუშაობდნენ იმსა რუსეთში მიეწოდებინათ პროდუქცია პოლონეთში, თუნდაც ლიტვაში, ლატვიაში, ფინეთში, გერმანიაში, მათ პრობლემები შეექმნებათ, საფონდო ინდექსები დავარდება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ფასი, თქვა და მსხვერპლში თავისუფლების, იმიტომ რომ რეალურად ჩემი სერით რუსეთი პუტინი ცდილობს რომ შექმნას ახლა ახალი რეალობა, რომელიც ადრე არ არსებობდა. ფაქტობრივად ეს რეალობა არ არსებობდა გაეროს შექმნის შემდეგ, ანუ უკვე რამდენი წელი, 60 წელი უკვე აღარ არსებობს ეს რეალობა, როცა ერთ ქვეყანას იღებს და ასე ვთქვათ, რასაც უნდა იმას აკეთებს გარეთ. და მithom ეს არ არსებობდა ჰელსინკიში მოლაპარაკებების შემდეგ, გასაგები კიდევ ერთხელ გამყარებული იყო. ეს რეალობა, ამ რეალობის პირველი კონტური შეიქმნა, როცა აფხაზეთი და ოსეთი იქნა ოკუპირებული, აღიარებული ფორმით კიდევ ერთხელ ოკუპირებული და ეხლა ეს რეალობა უკვე იძენს, ასე ვთქვათ, აბსოლუტურ ასეთ ბეტონის კონსტრუქციას უკრაინაში აი რამე ნებისმიერი ყველაზე უფრო რბილი სცენარიც კი რომ განვითარდეს, ხო? იმიტომ რომ ფაქტობრივად გამოდის რომ მაშინ ყველაფერი რაზეც დგას გაერო, რაზეც დგას საერთაშორისო სამართალი, რაზეც დგას ის სამყაროს მოწყობა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც ასე პოსტ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მოწყობა, უკვე ქრება. კი, ესე ნამდვილად იგივე 94 წლის შეთანხმებას რო იხსენებენ ბუდაპეშტის შეთანხმებას, იქაც ხო პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი ხელს აწერენ იმაზე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იქნება შეუვალი, აღიარებული და იგივე თქვათ ანალიზს ვკითხულობდი ამ ხელშეკრულების მემორანდუმის და იქ საუბარია იმაზე, რომ როგორც უნდა ისე გაიგებს თქვათ დასავლეთი თუ გამართლება უნდა იგივე სამხედრო ანუ იმ სიტუაციიდან რომელიც საფრთხეში არსებობდა მაშინ და მერე ჭარბი იყო, იმიტომ რომ იგი ისედაც ცხადია რომ შეუვალია ტერიტორიული მთლიანობა ყველა ქვეყნისა, ხო? გაეროს წესდებას თუ ეთანხმება სახელმწიფო, იმას დამატებითი ხელშეკრულება და მით უმეტეს დამატებითი კი, მაგრამ იქ იყო რომ მოლაპარაკების პროცესში უკრაინელებმა ეს დამატებით მოითხოვეს, ეს ჩადებული. ბატონმა კახამ სწორი თქვა, რაც არ უნდა მძიმე იყოს ფასი. ეხლა დღეს დასავლეთის წარმომადგენლების ყოფნის ვენაში ოპეკთან თეირანში იმისათვის რომ სანქციები მოეხსნათ, მით უმეტეს რომ თეირანმა 3 დღის უკან გამოაცხადა რომ ის უარს ამბობს ბირთვული იარაღის წარმოებაზე და ყატარში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია გაზის, ეს ძალიან მძიმე სიამოვნება არის, გასაგებია, მაგრამ ყველაზე მძიმე სიამოვნებაც, ამისთანავ მძიმე სიამოვნებაც კი უფრო იაფი არის, ვიდრე სამხედრო კონფლიქტში შესვლა. და სად არის გარანტია, რომ ყირიმი არის ამ მატარებლის ბოლო სადგური. პროვოკატორები, იგივე პროვოკატორები, ვინც სევასტოპოლში, ალუშტაში და ჩონგარზე და ასე შემდეგ ამ პროვოკაციებს ახდენენ და დედა რუსეთთან შეერთებას ითხოვდნენ, დღეს უკვე დონეცკში არიან. ზაპოროჟიეს თავზე პირველში 2-ში 3-ში განუწყვეტლად დაფრინავდნენ რუსული გამანადგურებლები, ზუსტად ისევე როგორც კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს თბილისში. რამდენი რას სამხედრო ძალები არის გადასხმული ყირიმში, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით იმ 25,000 რუს ჯარისკაცს, რომელიც იქ იმყოფებოდა შავი ზღვის ფლოტის შეთანხმების შესაბამისად, ამას უკვე 6,000 ჯარისკაცი დაემატა დესანტნიკ, როგორ არის ქართულად? მედესანტე. გვარდიისკის აეროპორტზე 10 ილ-76 დაждდა მარტო 2 და 3 მარტს. და 4 სადესანტო გემმა ჩრდილოეთის ფლოტიდან 3-ში და ბალტიის ფლოტიდან სახელებიც კი შემილია მაგემების გითხრათ სადესანტო გემები შემოვიდნენ სევასტოპოლის პორტში. და ჩვენ თუ დღეს არ გვესმის რომ 2008 წლის გაკვეთილები დასავლეთმა არ შეისწავლა და ჩვენ თუ ამის ამარათა ვართ დატოვებული რომ კიდევ ვიღაცა მაპატიეთ ეს უნდა ვთქვა აუცილებლად რომ ვიღაცა მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის იტყვის რომ უკრაინელებმა და რუსებმა პირისპირ უნდა დაელაპარაკონ ეს იმას ნიშნავს რომ ცენტრალურ პარკში რო აუპატიურებენ ვიღაცას პოლიცია მოვიდეს და თქვას ვისაც აუპატიურებენ და ვინც აუპატიურებს იმათმა დაელაპარაკონ და ერთად მოელაპარაკონ.
კი, ბატონ დათო, ობამას ადმინისტრაცია მიუხედავად იმისა, რომ თქვათ საკმაოდ აქტიურად ეხმიანება, თქვათ მისთვის უჩვეულოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს, ესეთი კრიტიკის ქვეშ არის. დღეს Wall Street Journal-ში ვკითხულობდი მის კარტერიზაციაზე საუბრობენ და მაგალითად მოყავთ მე რეიგანის ცნობილი სიტყვა ჩიკაგოში, სადაც ის ზუსტად კარტერს დაესხა თავს, როდესაც თქვა, რომ როდესაც ჩვენ სისუსტეს ვასხივებთ, ამით ამას რა მძიმე შედეგები მოყვება, ამაზე საუბრობდა იქ ზუსტად რეიგანი. რამდენად იზიარებ ამ კრიტიკას და რა შეიძლება გააკეთოს, თქვათ ობამას ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ კარტერს აღარ შეადარო? სანქციები არის მხოლოდ ნაწილი და ის რამაც ასე ვთქვათ დაშალა საბჭოთა კავშირი უფრო არა სანქციები იყო, არამედ სტრატეგია, რომლის ნაწილიც იყო ეს სანქციები. სხვათა შორის ბევრი იმ სანქციებიდან და იმ კომპონენტებიდან, რომელიც რეიგანის სტრატეგიაში იყო ინკორპორირებული, რამაც საბოლოო ჯამში ბერლინის კედელი დაანგრია ჯერ და შემდეგ საბჭოთა კავშირი კარტერის ადმინისტრაციის ბოლო წლებში იყო შემოტანილი. მათ შორის თქვათ ისეთი კომპონენტები, როგორც ისეთი ხისტი კომპონენტებიც კი, როგორც იყო თქვათ ავღანელი მოჯაჰედებისთვის დახმარება. ამასთან დაკავშირებით ახლა აქ საუბარი არის რაზე? აქ მხოლოდ სანქციებზე არ არის, სანქციები არის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი ეს ვადაში უნდა იყოს გრძელვადიანი და თქვათ ეს არ უნდა შეწყდეს 2-3 თვეში. მესამე როგორც ბატონმა კახამ თქვა, ეს არის საუბარი ასევე უფრო ფართე დიპლომატიურ ძალისხმევაზე და იქ თუ მე არ ვწდები არა ოპეკზე იყო საუბარი, არამედ პირდაპირ ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ისეთი მოკავშირეები როგორც არის საუდის არაბეთი, შეერთებული შტატები, რომელიც პირველი მწარმოებელია ნავთობის, იმათმა უბრალოდ გააორმაგეს წარმოება, სწორედ უსაფრთხოების და პარტნიორობის საკითხებიდან გამომდინარე და ამან გამოიწვიეს ჩამოქცევა ნავთობის ფასების. და სწორედ ეს ბევრ კომპონენტიანი სტრატეგია არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. აქვს ობამას ადმინისტრაციას რაიმენაირი სტრატეგია კომპონენტებს თქვათ იგივე აღმოსავლეთ ევროპას. ასე ვთქვათ, ამ მანქანის ამუშავებას გარკვეული დრო ჭირდება. მე დღეს რაც წავიკითხე და ის ნაბიჯები, პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადადგმული იქნა, ის რომ ესე სავიზო და ეკონომიკური შეზღუდვები შემოდის, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც პირველი ნაბიჯები. თავარი ამას დააშენდება თუ არა სტრატეგიის სხვა კომპონენტები. ისეთი როგორც არის თქვათ ასე ვთქვათ ენერგომატარებლებზე მოლაპარაკებები და ამ ფასების დაწევა, ასევე სხვა კომპონენტები. რაც შეეხება ახლა ფასი არის გადასახდელი თუ არა. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი პრაგმატულად, ძალიან პრაგმატულად და დათვლადია და თუ ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიის განხორციელებას 80-იან წლებში დაჭირდა გარკვეული დრო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად პოზიტიური ეკონომიკური ეფექტიც ჰქონდა ამას დადებითი შეერთებული შტატებისთვის და თქვენ გახსოვთ, რომ სწორედ ის რომ 90 წლების დასაწყისში 80 მილიარდიანი პროფიციტი ჰქონდა შეერთებული შტატების ბიუჯეტს, სწორედ იქიდან იყო გამოსული გამომდინარე, რომ ეს დიდი საფრთხეები, მნიშვნელოვანი საფრთხეები მოიხსნა. ხო, შეიარაღებაზე აღარ იყო საჭირო რამდენი ფულის ხარჯვა. არა მხოლოდ შეიარაღებაზე, იქ ბევრი სხვა კომპონენტი და ხო ფართე გაგებითაც. ხო, თუმცა ახლა ვიცით ჩვენ რომ იგივე შეიარაღების კუთხით დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის მასე დადის, რა ქვია, დონეზე დადის შეერთებული შტატების defense spending, ანუ ხარჯვა ამ მიმართულებით. ბატონ კახა, ჩვენ ბევრ საუბრობთ იმაზე რა უნდა ქნას დასავლეთმა, იმიტომ რომ მესმის ახლა დასავლეთი არის ის რამაც შეიძლება თქვათ უკრაინას უშველოს ამ სიტუაციაში და ჩემი დაკვირვებით ნაკლებს ვაპარაკობთ იმაზე რა უნდა ქნას თვითონ უკრაინამ. ჩვენ ვიცით უკრაინა რა მდგომარეობაშიც არის, რომ შევადაროთ იგივე საქართველოს მდგომარეობა და უკრაინის მდგომარეობა რუსული აგრესიის აქტიური აგრესიის ფონზე. დავინახავთ რომ პრინციპში საქართველოში არსებობდა ხელისუფლება, მუშაობდნენ ინსტიტუტები, ეკონომიკა განვითარების გზაზე იყო, იზრდებოდა განუხრელად. წინა წელს საერთოდ 2007-ში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა ქვეყანას. რაც შეეხება ინსტიტუტების მუშაობას, მინდა რომ ეს მოუყვე, აი 13 აგვისტოს ზუსტად ომის დროს მე თქვენთან მოვედი, თუ გახსოვთ, მაინტერესებდა თქვენ რას ფიქრობდით ამ ყველაფერზე. ომის პერიოდში ნანახი არ მყავდით და თქვენთან მოვედი კანცელარიის შენობაში და ეს 13 აგვისტო ჩემთვის ყველაზე მძიმე დღე იყო, იმიტომ რომ იმ დილით წავიდა პრეზიდენტი სარკოზი, იქ რაღაცა შეთანხმებასთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადი არ იყო, აი 6 პუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებით და ვაკის პარკიდან რომ გამოვიარე, ქუჩას ხვეთდნენ რანჯისფერ ჟილეტი
მილიარდიანი მეეზოვეები და მე გამიჩნდა ეს რომ რისთვის პირველად გამიჩნდა ეს შეგრძნება რომ აი რისთვის ხვეტენ იმიტომ რომ მაშინ ჯერ ბუშის ბრიფინგი არ იყო მე ამის 3 საათში იყო თუ 4 საათში და ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი როდესაც აი თქვენთან მოვედი დღეს უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შეიცვალა მთავრობა, ჯერ არ არის გამოკვეთილი ვინ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უკრაინის შემდგომ განვითარებას განსაზღვრავს. ხაზინა არის მთლიანად სარიელი, ქვეყანაში ჭამს კორუფცია. რა უნდა მოიმოქმედოს უკრაინის მთავრობამ? ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ვთქვათ, ამერიკამ 1 მილიარდიანი ვთქვათ, დახმარება დაუმტკიცა და კიდევ დამატებით იმაზე მუშაობს, რა ქვია, დახმარებაზე მუშაობს, ევროკავშირმა 11 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო. თვითონ უკრაინა 35 მილიარდს ითხოვს. როგორ შეაფასე, რა უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ დღეს გარდა იმისა, რომ 35 მილიარდი მიიღოს? მე გითხრათ, რომ სიტუაცია მართლა ძალიან რთულია უკრაინის. ბევრად რთულია, ვიდრე საქართველოში იყო. ან არის დღეს. აი შემდეგ კვირას, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ვატარებთ კონფერენციას კიევში. თავისუფალი უნივერსიტეტი, რამდენიმე ორგანიზაცია ამერიკული და უკრაინის მთავრობა და მათი ბიზნეს ასოციაცია და ვთქვათ, მათ შორის აი ჩავყავს ხალხი სხვა ქვეყნებიდან რომ ვთქვათ, სწორი გეზზე მიუთითოთ უკრაინულ საზოგადოებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უკრაინის საზოგადოება, უკრაინის ეკონომიკა ამ მხრივ არის იგივე სიტუაციაში, აი წარმოვიდგინოთ, რომ ომი მომხდარიყო 2003 წელს დაუშვათ, ანუ 2002 წელს, ხო? ცხადია, რომ მისი ეფექტი ხდებოდა ბევრად უფრო დრამატული. ხა ჩვენ სამწუხაროდ ძალიან სწრაფად ვივიწყებთ, რომ იმ წელს როცა ომი მოხდა, საქართველოს ეკონომიკა მაინც გაიზარდა 2%-ით, რომ პირველი წლის ნახევარი აგვისტომდე იყო ძალიან კარგი და მე ცუდი და ყველა ჩვენი მეზობლის ეკონომიკა, ნუ უდავთობო მეზობლის ეკონომიკა 2009 წელს დაეცა უფრო მეტად, მათ შორის რუსეთის ეკონომიკა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. სომხეთი 3-ჯერ უფრო მეტად დაეცა და რუსეთი 2-ჯერ უფრო მეტად დაეცა. ხო, ცოტა უფრო მეტადაც. რატომ? იმიტომ რომ უკრაინაში ფაქტურად უკრაინის ეკონომიკა არის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის რეკორდსმენი ცუდ ეკონომიკურ განვითარებაში. ჩამორჩენის. ხო, აი ასეთი ჩამორჩენა, როგორც მათ მიაღწიეს, არავის არ ქონია. საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მაგალითად იყო ჩემპიონი 90-დან 94 წლამდე ვარდნაში. ანუ მასეთი დიდი ვარდნა ჰქონდა, ნუ ცოტა უფრო კარგი შეიძლება ჰქონდა ტაჯიკეთს და დანარჩენებს ჰქონდათ ბევრად უფრო სუსტი ვარდნა. ჩვენ ჰქონდა ყველაზე ძლიერი ვარდნა. მაგრამ უკრაინის ეკონომიკას არ ქონია არც ასეთი ძლიერი ვარდნა, როგორც ჩვენ ჰქონდა, მას არ გადაუტანია არც სამოქალაქო დაპირისპირება, ისე როგორც გადაიტანა საქართველომ, ტაჯიკეთმა, უზბეკეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, მოლდავეთმა არ გადაუტანია. მას აქვს უზარმაზარი ინდუსტრიული ბაზა, არის ევროპის, ანუ ევროპაშია და მიუხედავად ამისა, მისი ეკონომიკა, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს მე-5-მე-4 ადგილზე, ეს არის მე-10-მე-11 ადგილზე. რუსეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ხო, რუსეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ იყო, ნუ ახლოს ძალიან. ანუ ლიტვის ეკონომიკა, ლატვიის ეკონომიკა, რომელიც მაშინ იყო 20-30%-ით უკეთესი, უფრო დიდარი, ასე ვთქვათ, ერთულ მოსახლეზე, ეხლა 2.5-ჯერ 3-ჯერ უსწრებენ უკრაინას, ხო? და უკრაინა დღეს ჩამოვიდა ქვეყნებს, ანუ უკრაინა კიდე ცოტაც და ასე ვთქვათ, ჩვენს გაუსწრებთ, ხო? თუმცა ჩვენ აი რეალურად ძალიან მნიშვნელოვნად უკან ჩამორჩებოდით 1990 წელს. ხო, ეხლა ჩემისაით ერთ-ერთი პრობლემა არის, რომ ეს ელიტა, პოლიტიკური ელიტა უკრაინაში, ისევე როგორც ეს ხდებოდა საქართველოში, იყო დაკავებული საკუთარი თავით, ასე ვთქვათ, ხელისუფლების შენარჩუნებით, ფულის კეთებით და ასე ვთქვათ, არა ეკონომიკა და არა იმით, რომ რეალურად ქვეყნისთვის რამე, ასე ვთქვათ, პროგრესის მიეღწია. მე სიმართლე რომ გითხრათ, არ ვარ თათ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს მთავრობა, ეხონდელი მთავრობა შეძლებს. შეიძლება ამ მთავრობამ რაღაცა რამდენიმე ნაბიჯი გადადგას მტკივნეული ღმერთმაქნას და ცხადია ეს მტკივნეული ნაბიჯები, ნუ ალბათ მის პოპულარობას დაწევენ და ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ციკლი გვექნება. მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ნუ აი ეს გარე საფრთხეს პრობლემა რომ დავივიწყო დროებით, რომ მე და თქვენ შეიძლება წაიგითხეთ ჩემი რამდენიმე სტატია, ინტერვიუ გამოვიდა ახლა უკრაინულ პრესაში. მე უფრო პოზიტიურად დაწუნებული, რომ თუ ის რადიკალური ძალები, რომლებიც მაიდანი შექმნეს, ფაქტობრივად მაიდანი შექმნეს
ანუ ეს არის მარჯვენა სექტორი ეგრეთ წოდებული და სხვა ძალები, რომლებიც არიან ძალიან რადიკალები და ამავდროულად არის ნაციონალისტები. აი თუ ისინი საბოლოო ჯამში მათი პოლიტიკური ნება არ განხორციელდება მთავრობაში, ეს მთავრობა არ იქნება ქმედითუნარია. ამას ახსნაც წავიკითხეთ თქვენეული ჟურნალისტს უხსნით ფოკუსში გამოქვეყნდა თქვენი ინტერვიუ, სადაც ეუბნებით რომ თქვათ ტერმინატორი არის საჭირო, რომელიც არ იფიქრებს მის პოლიტიკურ მომავალზე, ნაციონალური იდეით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც იტყვის რომ მე ამას გავაკეთებ და აღარ მენაღვლება ხალხს შევძულდები, მაგინებს, რას იზავს, ეცოდინება რომ ამას ქვეყნისთვის აკეთებს. რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ის რომ თქვათ ესეთი ძალები მოახერხებენ და თუ ეს არ მოხდა მაშინ რა? არა, ესე თუ არ მოხდა, მაშინ იქნება უარესი შედეგი, ბევრად უარესი შედეგი. არა, ესე ძალიან მოახდენა, იმიტომ რომ რეალურად ეს ძალები დღეს თვითონ მაიდანზე და კიევში არიან წამყვანი ძალები, უბრალოდ მათ დღეს ჯერ არსებობს ეგეთი ილუზია. და მე მინდა რომ აი როცა კიევში ვიქნები, მათ შორის მე შევხვდები იაროშსაც და სხვებსაც და მინდა რომ მათ ჩემი სათქმელი უთხრა რომ ჯერჯერობით არ არის აუცილებელი რომ თუ თქვენად ქმედით მთავრობა, რომ მთავრობა დააკომპლექტოთ ეგრეთ წოდებული პროფესიონალური ნიშნით, ხო რაღაც აი კარგი ექიმი გახდეს ჯანდაცვის მინისტრი და კარგი ეკონომიკის პროფესორი გახდეს ეკონომიკის მინისტრი და რაღაცა კარგი სამხედრო გახდეს თავდაცვის მინისტრი. არ არის საჭირო არის პოლიტიკური ნების გამოვლენა. საჭირო არის ისეთი ხალხის დანიშვნა, რომელსაც ესმით საერთოდ წავიდნენ და ტექნიკური საკითხები მაგის ორგანიზება ყოველთვის შეიძლება. ჯერჯერობით ისინი ცდილობენ მაინც აი ამ ილუზიის ქვეშ არის, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომ როგორ ხა კაცს თუ ჯარში არ უმსახურია 30 წელი, როგორ შეიძლება თავდაცვის მინისტრი გახდეს და როგორ შეიძლება თუ ექიმი ოპერაცია გეთებდეს ექიმი გახდეს ასე შემდეგ. როგორც თუ ამას გადალახავენ, მე ვთვლი რომ აი ამ ძალებში არის ჯანსაღი, დიდი ჯანსაღი ნაწილი და ისინი შეძლებენ ცხადია ასე წამართვან. ბატონ გია, აუცილებლად დაუბრუნდები და უფრო კონკრეტულადაც ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას აი იმ რადიკალურმა ტერმინატორთა ჯგუფმა თუ იმ შემთხვევაში თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ. ეხლა მატყობინებენ ზუსტად ყურში, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები, ეტაპობრივი სანქციები, დეტალებს მოგვიანებით შევიტყობ, ყველაფერს ცხადია ყურში ვერ მეტყოდნენ და ასევე ის რომ 25 მაისამდე ევროკავშირი ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას უკრაინასთან. რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის? მნიშვნელოვანია თუ არა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და რა ინსტრუმენტი წარმოადგენს, თქვათ იგივე, ეს რაღაც ერთგვარი ინსტრუმენტია თუ უბრალოდ პოლიტიკური განაცხადი, რომ პუტინმა თავისი ვერ გაიტანა? კახამ სწორი თქვა, მოდით გავყოთ ის რაც ხდება ყირიმში, რომელიც არის სუვერენული ქვეყნის, სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და გავყოთ ის, რაც მთავრობას აქვს გასაკეთებელი. გასაგები არის, რომ რა მთავრობაც არ უნდა იყოს დღეს უკრაინაში, არის მთავრობა იქნება არაეფექტური, არ უნდა იყოს თვითმკვლელი მთავრობა, რომელიც მოვა იმისათვის, რომ გაატაროს ძალიან მტკივნეული რეფორმები. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. კახას ეს თუ მე მეხსიერება არ მღალატობს, ქონდა ინტერვიუში, მე ჩემ სტატიაში რა ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე, სადაც კაპიტალიზაცია ბაზრის 38% მთლიანი შიდა პროდუქტის ეკუთვნის პირველ ათეულს ოლიგარქების. და ამ პირველ ათეულში რინატ ახმეტოვს, რომელიც 23 მილიარდ დოლარს იწონის, უფრო მეტი კაპიტალიზაცია აქვს, ვიდრე დანარჩენ 10 და პირველ ათეულს უფრო მეტი აქვს, ვიდრე პირველ ასეულს. ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე, რომელიც მონოპოლიზაცია არ შეუძლია არც ერთ კლანს, რომ ავტოკრატიულად მართოს ეს. და ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე, სადაც შეუძლებელია წარმოიშვას იმდენი დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელსაც დაჭირდებათ ობიექტური, ძლიერი არბიტრი სახელმწიფო. ესე იგი, მთავრობა უნდა მოვიდეს იმისთანა, რომელიც ერთ მაგალითს მოგიყვან, დათანხმდება გრიუნას დევალვაციაზე 10.5 გრიუნამდე დოლარს. აი ბატონი კახაც იგივეს ამბობდა ზუსტად. აი დათანხმდება. ეს რას ნიშნავს, რომ ის უამრავი ადამიანი, ვინც სოციალური თავისი პრეფერენციებით აქვს ბიუჯეტს აკიდებული, შენ ფაქტიურად ამაზე წინასწარ ამბობ ვარს, როგორც შენ ელექტორატზე. და ჩვენ დასავლეთზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ და არ ვახსენებთ რუსეთის ბრჭყალებში მოკავშირეებს. ჩვენ ვიცით, რომ
ბელორუსი, ყაზახეთი არიან საბაჟო კავშირში, არიან მომავალი ევრაზიული კავშირის ქვაკუთხედი რუსეთთან ერთად. ეხლა ნება მომეცით არ ვახსენო, გუში მქონდა ძალიან გვიან საღამოს სატელეფონო საუბარი, მე იმის ყოფილი კოლეგა ვარ, მაგრამ ის მოქმედი ადამიანი არის, სადაც ძალიან სწორად მითხრეს ერთი რაღაცა, რომ სრული პანიკით უყურებენ იმას, რაც ხდება. იმიტომ რომ სულ ყველა პროექცირებას ახდენს პუტინის მოქმედებებზე ყირიმში. და ჩვენ თუ ყირიმზე ვლაპარაკობთ, მოდით გამოვყოთ სამხედრო და საერთაშორისო სამართლებრივი კომპონენტი, ეკონომიკური კომპონენტი. ამას ერთმანეთთან არაფერი კავშირი არ აქვს. ზუსტად ისევე სხვათა შორის, როგორც შენი მოქალაქეების ან შენი ნაციონალობის წარმომადგენლების, რუსების წარმომადგენლების უფლებების დაცვას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის. და დათო მახსენა ეს საუდის არაბეთთან მოლაპარაკება აბსოლუტურად ვეთანხმები, შეერთებული შტატები მაშინ პირდაპირ ელაპარაკებოდა, მაგრამ ოპეკი იმიტომ არის საჭირო, რომ შეერთებული შტატები პარალელურად ელაპარაკებოდა ვენესუელას. ვენესუელამ ზუსტად იმისთანავე ზომები გაატარა 1979 წელს ავღანეთში შეჭრის შემდეგ, როგორც საუდის არაბეთმა, რამაც დამატებითი ნავთობის შემოიტანა ბაზარზე. მე არ ვიცი, რაზე დათანხმდნენ ევროპის კავშირის ლიდერები იმ სამიტზე, რომელიც ეხლა მედის იქა. ან დამთავრდა უკვე ბრიუსელში, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მე საკმარისი არ იქნება. აი დარწმუნებული ვარ. ხვალ შეგიძლიათ სტუდიაში დამოუკიდებლად. კი, აუცილებლად. კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ იმედია ჩემთან მოსვლა. ბატონ დავით, თქვენ შეგეკითხებით აი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ვახსენეთ, რომ ძალიან ესე ინტენსიურად ისმის, თქვათ იგივე ამ ობამას პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან განსაკუთრებით, ის რომ საქართველო და უკრაინა დაჩქარებული წესით უნდა დაუახლოვდეს კიდევ უფრო ნატოს, თქვათ მიიღონ ნატოში, საქართველოს პრეზიდენტმაც, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააკეთა იგივე მოწოდება. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ის, რომ თქვათ გერმანია, რომელიც დღესაც კი იძახის, რომ ის მომხრე არ არის დიდრვიანიდან რუსეთის გარიცხვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რაღაც ფორმალური ორგანიზაცია, დანარჩენი წევრების კეთილინებაც შეიძლება იყოს ამას. წინააღმდეგია, რამდენად ფიქრობთ, რომ გერმანია ამ შემთხვევაში წინააღმდეგი არ წავა იგივე უფრო დაახლოების, უფრო მეტი ინტეგრაციის ამ ორი ქვეყნის და თუ ხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ გვახსოვს ბალტიისპირეთში, როდესაც მათ სამოქმედო გეგმა დაუბლოკეს, თავის დროზე წინააღმდეგობრივი იყო ბალტიისპირეთის გაწევრიანებაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათთან გააფორმა ორმხრივი შეთანხმება, ეს იყო დაახლოებით ისეთივე, როგორც ჩვენი ქარტია, მაგრამ უფრო თქვათ მაღალი, როგორც არის ისრაელთან დაახლოებით. კი, თავდაცვის კომპონენტიც იყო შიგნით. რამდენად ფიქრობთ, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში, იმ შემთხვევაში თუ გერმანიის დათანხმება ვერ მოხერხდა, ასეთი რამის მიღწევა შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან? და თუ ფიქრობთ, რომ ეს საქართველომ და უკრაინამ უნდა მოითხოვონ? ხა რთულია ესეთი წინასწარმეტყველებების გაკეთება, რა თქმა უნდა, ხა დღეისათვის ეს თემა ალბათ დღის წესრიგში შედის და მე მოხარული ვარ, რომ ეს დღის წესრიგში ეს თემა ზემოთ ადიოდა. აქამდე იცით, რომ ესეთი თლათ ესეთი გახსნილი ესე მაღლა არ იყო საქართველოს შემდგომი პროგრესი ნატოს მომავალ სამიტზე. და მე უფრო ოპტიმისტურად ვარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში განწყობილი, იმიტომ რომ აქ ბევრი სხვა მომენტიც შემოდის და აქ ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა შეიძლება გერმანიის პოზიცია ფუნდამენტურად არ შეიცვალოს, მაგრამ თუ თქვა მთელი ევროპის იმ წევრების პოზიცია, რომელსაც ასევე თქვა ქონდათ გარკვეული რეზერვაციები საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე, შეიძლება რომ ამაზე მიმდინარე მოვლენება იქონიონ გავლენა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობები ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა შეერთებული შტატების ბალტიისპირეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ასეთი პირდაპირი უსაფრთხოების გარანტიები არ ქონდა მაშინ ბალტიისპირეთს, დაახლოებით სწორად ბრძანებთ თქვენ, დაახლოებით ისეთივე ტიპის ქარტია იყო, როგორც საქართველოსთან არის გაფორმებული. თუმცა მაშინაც იმ პერიოდშიც კი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი არ იყო ერთიანობა და ეს თქვათ ის მითი რომ ზოგიერთი დღეს ეს ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან რომ თითქოს თავისუფალი სამყარო აბსოლუტურად გაერთიანებული იყო
იმ რეიგანის დოქტრინის გარშემო თლაც სიმართლეს არ შეესაბამება. არა, ბალტიისპირეთამდე საერთოდ საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქ სწორედ გამოჩნდეს ლიდერობა. და იკისროს ლიდერობა და ამ ლიდერის ბუნებრივი პოზიცია ასეთი ლიდერის არის შეერთებული შტატების და სწორედ აი ეს ლიდერობა იქნება გადამწყვეტი ამდენად შეძლებს ადმინისტრაცია რომ გამოაჩინოს ლიდერობა სწორედ იმ იდეის დასრულებისთვის რომელიც გახსოვთ თქვენ 90-იან წლებიდან იყო მუდმივად ევროპის კონტინენტზე ეს არის ერთიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის დასრულება და თქვენ იცით რომ ყველა ამაზე თანხმდება რომ ეს თქვათ ეს საქმე არ არის ჯერჯერობით დასრულებული. ნუ უცხედავ. თქვენ შორის თქვენ გახსენეთ რომ წინააღმდეგ იყო გერმანია მართლა და მე ერთ-ერთი მონაწილე მოლაპარაკების ამერიკის მხრიდან მიყვებოდა რომ როცა გაწევრიანებას და განწყობის მიღება ხდებოდა ბოლო დისკუსიის დროს ამერიკელმა გენერალმა რომელიც დელეგაციის წევრი იყო უთხრა თავის გერმანულ კოლეგას რომ ანუ მარტო დრეზდენი არ უნდა დამემომბაო, მე მთლიანად უნდა დამემომბაო მთელი გერმანია. ამას იხსენებს თვითონ შტაინმაიერი იხსენებს ზუსტად ბუქარესტის სამიტის დეტალებს, BBC-ს ფილმი არის საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზე, ვთქვათ, იგი ესეთი ანტი-ბუში განწყობის ფილმია და შესაბამისად აი ეს რაღაც მიკერძოება არსებობს, მაგრამ ერთი რაღაც მინდა სწორედ აი 2008 წლის მოლაპარაკებებიდან რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს სოლიდარობა. თქვენ იცით რომ გერმანიის პოზიციის გამო და ეს კარგადაა გახსენილი რონასმუს თავის წიგნში და კიდევ სხვაებს ვინც ესწრებოდა ამ ურთიერთობას. გახსოვთ კარგად რომ გერმანიის წინააღმდეგობის გამო პრაქტიკულად შეერთებული შტატებმა ვერ შეძლო მაპზე ჩანაწერის გაკეთება საქართველოსთან დაკავშირებით და სწორედ ამ დროს გამოჩნდა სოლიდარობის მნიშვნელობა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყანა განსაკუთრებით მათ გამოიჩინეს ეს თავიანთი ლიდერობა, ეს იყო რუმინეთი, ლიტვა და პოლონეთმა, რომლებმაც პრაქტიკულად ჩაანაცვლეს შეერთებული შტატები ამ მოლაპარაკებაში და როგორც იქ არის აღწერილი მერკელისგან სწორედ აი ეს პირობა, პოლიტიკური პირობა, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი, მიიღეს. და სწორედ აი ამაზე მინდა ხაზგასმო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანები შეიძლება ლიტვა პატარა ქვეყანაა, შეიძლება მას არ აქვს ისეთი რესურსები და ისეთი გავლენა ნატოში, თვითონ თავისთავად აი ეს თავისუფალი სამყაროს სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, აი ზუსტად ამას ვამბობ, შტაინმაიერი იხსენებდა, რომ აღმოსავლეთ ევროპელები ისეთ პარალელებს ავლებდნენ თანამედროვე გერმანიასა და თქვათ ცოტა ადრინდელ გერმანიას შორის, რომ მე მაგის გახსენებაც არ მინდაო, შეურაცხყოფილად ვფიქრობდი. არა, ესე აუცილებლად უნდა გაიხსენოს, რომ როდესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელსაც მოწყვეტილი ჰქონდა ეგრეთ წოდებული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ნატოსთან ხელშეკრულებაზე ხელს აწერდა, სპეციალური გამონაკლისი დაუშვეს და ხელშეკრულებაში შევიდა პუნქტი, სადაც გერმანიამ დააფიქსირა, რომ ის არასოდეს უარს არ იტყვის თავის ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ აგრევე ადასტურებს, რომ არასოდეს არ მიმართავს ძალას იმისათვის, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. ამ შემთხვევაში ჩემთვის საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით არავითარი განსხვავება ბერლინს და თბილისის შორის არ არის. შეგვახსენესო თვითონ ყვებიან. ერთი რაღაცაც მინდა ვთქვა, არ ვიცი შეიძლება კოლეგები შემეწინააღმდეგონ მე ამაზე, მაგრამ ის ფორმულირება, რომელიც ბუხარესტში მივიღეთ, ჩემი აზრით ეს იყო სრული კატასტროფა, იმიტომ რომ საქართველოს არავითარი პოლიტიკური და სამხედრო დივიდენდები აქედან ვერ მიიღო. და რუსეთს შეექმნა შტაბ-ეშტილება, რომ 3 აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე, სანამ უღელტეხილები დაიკეტებოდა თოვლით, მათ ეს საკითხი უნდა დაეხურათ. ეს იყო სრული კატასტროფა. შეიძლება შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ესეა და ჩემი ისე ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დღება, იმიტომ რომ და მე მგონი საქართველოს მთავრობა დღეს უნდა 24 საათს 7 დღის განმავლობაში კვირაში ატარებდეს ბრიუსელში. და ნაწილი ვაშინგტონში, იმიტომ რომ ეხლა არის უნიკალური საშუალება. ნახეთ რა მოხდა. სიტუაცია შეიცვალა, ევროპა დაიძაბა, შეიძლება არადეკვატურია ყველა ზომა, მაგრამ მაინც ძალიან დაძაბულია. ამერიკაში ვიცით რომ 60% მოსახლეობის უარყოფითად უყურებს რუსეთს, რაც დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ვთქვათ, გარდაუვალი პირობა რომ ელექტორალური ფონი შეიძლება პოლიტიკა შეიძლება ასე ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და აქვია ამ ფონზე მოლდავეთმა მიიღო ობიზო მოსვლის ვთქვათ პირობა უკრაინა მიიღო ანუ მოეწერება ხელი სწრაფად ასოცირების საშუალებას და მიიღებს უფლებას რომ შეიტანოს განაცხადი
და გამოიწვია ჩვენ რჩებით რაღაც მარტო. კი, ეს უკრაინას ესე მე მგონია რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ასე ვთქვათ ამ მანქანას დავემგზავროთ ყველანაირად, ანუ ყველა გზა უნდა და ეს ჩემსაით ეს იქნება ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება თუ ჩვენ შევძლებთ რომ აი ამ მატარებელში მივაბად ჩვენი პატივი. როგორც ვიყავით აქამდე უკრაინასთან ერთად პაკეტში, ღარიბაშვილმა მიწერა წერილი, რაღაც წერილი წავიკითხეთ, სადაც შემდეგ საზოგადოების მხრივ რომ ჩვენ ამ თუმცა ახლა მატარებელზე პირველი არხის ჩვენ სანამ აქ შემოვიდოდით პირველი არხის ეთერში იყო ინტერვიუ მიუცია და იქაც იმაზე ლაპარაკობს უკრაინელებს მეგობრულ რჩევას აძლევს რომ არ დაუჯერონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს უკვე რაღაცა ცოტა იმაში გადადის არაჯანსაღ ჩემი შეფასებით რასაკვირველია არაჯანსაღ დამოკიდებულებას ავლენს ეს მხოლოდ ბატონ კახა ერთი რაც მინდა აუცილებლად გითხოთ ჩვენი გაცემის პირველი ნაწილი უკვე დასასრულს უახლოვდება თქვენ Forbes-თან ინტერვიუში ამბობთ რომ უკრაინამ არ უნდა დაიწყოს უკრაინის ახალმა მთავრობამ იგივე იმ ადამიანებზე ნადირობა რომლებიც თავის დროზე სრულიად უკანონოდ გამდიდრდნენ ან სრულიად უკანონოდ არა მაგრამ ნუ ანუ ეს უაზრობა იქნება ახლა ძიება იმისა რომ აი 90 წლის დასაწყისში რა იყო გაკეთებული როგორ და რატომ იმიტომ რომ ერთი შენ გასწრებს საშუალებას იმჟელო ეხლა რა ხდება იმაზე ხო და მეორეც გასაგებია რომ ამ ეხლა უკრაინას ყველაზე მეტად ჭირდება ეროვნული კონსოლიდაცია ხო ეროვნული კონსოლიდაცია ყველასთან არა ცხადია ბოროტმოქმედებთან და ბანდიტებთან არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან რომელსაც ეხონან მაგრამ დანარჩენი საზოგადოების კონსოლიდაცია ჭირდება და სხვადასხვა უკრაინა შემისავით ეს ჩემი რჩევა დაგვიანებულის გადაგმოსდები რომ უკრაინა წავიდა 0% ნაბიჯზე მისი მთავრობა და მათ დაიწყეს მსხვილი ბიზნესმენების დანიშვნა გუბერნიების ოლქების ადმინისტრატორებად მმართველებად ხო და ნუ ეს არის გზა ანუ შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში მიღებული ჩიხში ჩამწვეული მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ არის გადაწყვეტილება მაინც და ცხადია ამ ფონზე შეუძლებელია ასე ვთქვათ, რომ ვერ მიაღწიო უფრო მეტ კონსოლიდაციას, ხო რუსულ პრესაში იყო საინტერესო ესეთი ფელეტონივით, რომ ვქი იგორ კოლომოისკი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკის მფლობელი და მათ შორის საქართველოში ჩვენ პრივატ ბანკის და ჟესტაფონის სფეროს მფლობელი დაინიშნა ერთ-ერთი ოლქის ხელმძღვანელად, ასევე არის ესეთი რელიგიური ებრაელი და ადგილობრივი ებრაელი საუბრება თავის რუს ნათესავს და ისე უნდა ეთქვენა ფაშისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში ნაცისტებიო და ანტისემიტებიო და ესე უნდა შეხედო ჩვენი გუბერნატორი ვინ არისო და რატო არის ეს რატო კიპაში რატო არის ებრაელ კიპაში და ებრაელ კიპაში ებრაელიო და როგორ ებრაელი აბა ფაშისტი რატო არის არ არის ფაშისტი და აი ცხადია ეს არის და ასე ვთქვათ მთელი უამრავი სხვა რაღაცა რომ ჩემისათვის ეს ნაციონალური კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ზრდისათვის დურალექს ლექს ეს ნათქვამია რომში და მე არ ვიცი შედეგები როგორი მოყვა თუ ეხლა უკრაინა დაიწყებს ანებისმიერ ხომ დაიწყებს არა ჩვენ და აი გამოვიძიოთ აბსოლუტურად ვინც ბოლო წლის განმავლობაში ერთი პატარა რაღაც შესწავლას გადავიდა მხოლოდ ის უნდა დარჩეს დაუჟელო ყველგან ჩვენ დავსაჯოთ შეიძლება უკრაინაში იყოს აბსოლუტური სამართლიანობა დადგეს მაგრამ ეს სამართლიანობა დადგება განაცარტუტებულ დანგრეულ ტერიტორიაზე ეკონომიკა აღარ იარსებებს თუ რამეს დაამატებდით ჩვენ პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო პრინციპში მეწურება დიახ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ გავყოთ მოდით რაც ხდება ყირიმში და უკრაინის დანარჩენი პრობლემები, იმიტომ რომ თუ უკრაინელი ნაცია და სხვა შორის ოდესმე მაიდანზე პუტინს დაუდგავენ აუცილებლად ძეგლს, როგორც თანამედროვე უკრაინული ერის შემქმნელს, ამან მიაღწია იმას, რომ შექმნა თანამედროვე უკრაინული ერი, თუ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკრაინული ერი დათანხმდება ევროპის კავშირში და პოტენციურად, რადგანაც რადაში უკვე შეტანილია რეზოლუცია ნატოსთან თანამშრომლობის განახლების შესახებ და ის კი არა წევრობის მოთხოვნაზე თუ უკრაინა დათანხმდება ყირიმის გარეშე ამაში შესვლაზე ეს ერთი საქმე არის და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ საერთაშორისო სამართლის სისტემა ინგრევა იმ სახით როგორითაც ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით ცივილიზებულ სამყაროში ეს სულ სხვა საქმე არის მაშინ
პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო ამით ამოიწურა, მეორე ნაწილზე უკრაინის სლავა გეროი. კი, სლავა გეროი. მეორე ნაწილში ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე თუ რატომ ხდება ასეთი აგრესიით საზოგადოება, განსხვავებული ცხოვრების წესის ან თუნდაც სექსუალური პრეფერენციების საჯაროდ აფიშირებას. ამის ინსპირაცია იყო თინა მახარაძის სტუმრობა მძიმე კაცთან ტაბულას გადაცემაში, სადაც მან თქვა, რომ ორალური სექსი მოსულა. ამის შემდეგ 3 დღეა უკრაინის თემაც გადაიფარა, საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი და ორივე მხრიდან აგინებს თინა მახარაძეს. ჩვენ შევეცდებით გავერკვიოთ, რატო ხდება ხოლმე ესეთი რამ, არ გადართოთ, დაგველოდეთ ცოტა ხანში მეორე ნაწილის სტუმრებს წარმოგიდგენთ.